მოგესალმებით ყველას. გიორგი ახვლედიანი, დემოკრატიული მოძრაობა, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კონკრეტული, ძალიან კონსტრუქციული ინიციატივა და წინადადება და ეს ინიციატივა არის არა მხოლოდ დემოკრატიული მოძრაობის მხრიდან, არამედ შეგვიძლია ჩავთვალოთ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შემოთავაზება არის. კიდევ ამბობ, ის ძალიან კონსტრუქციულია და საუბარი არის იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხოთ და ჩვენს ქვეყანაში არ დავკარგოთ რეალურად შანსი იმისა, რომ რეალურად გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ყველა დამეთანხმებით ალბათ, ძალიან ისეთ ელემენტარულ რამეს ვიტყვი, რომ საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო ეს არის ერთგვარი თამაშის წესები პოლიტიკური პარტიებისთვისაც და ამომრჩევლისთვისაც. წესები, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სამართლიანი. ამ შემთხვევაში მე აქცენტს გავაკეთებ ამომრჩევლის ინტერესზე. ამომრჩევლები რატომ არიან იმ მდგომარეობაში, როდესაც უმეტეს მათგანს ჩვენს ქვეყანაში დაკარგული აქვს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. იცით რატო? იმიტომ რომ მრავალი წელიწადია უკვე აი უბედური საარჩევნო სისტემის გადამკიდე, რომელიც გვაქვს უკვე 22 წელიწადია, ადამიანები ხედავენ ერთ ძალიან მარტივ რამეს. მიდიან არჩევნებზე და არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობა აძლევს ხმას, თქვათ, ყველა ოპოზიციას ერთად, მაგრამ მისული ამომრჩევლების უმცირესობა აძლევს ხმას კონკრეტულად იმ პარტიას, რომელიც პირველ ადგილზე გადის. და ისე ხდება, რომ შემდეგ უმრავლესობაში და საკონსტიტუციო უმრავლესობაში ხვდება კონკრეტულად ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მისული ამომრჩევლების 50%-ზე ნაკლებმა მიცა ხმა. ეს იწვევს ნიჰილიზმს, ეს იწვევს ადამიანების დამოკიდებულებას და იმედგაცრუებას ზოგადად პროცესის მიმართ. თუ ადამიანები ხედავენ და ამომრჩევლები, რომ აზრი არა აქვს არჩევნებზე წასვლას, როგორაც არ უნდა გამოხატო შენი პოზიცია, როგორაც არ უნდა იაქტიურო, უმრავლესობა აძლევს ხმას სხვას, საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს ის, რომელმაც 50%-ზე ნაკლები აიღო. ის აღარ მიდის მერე არჩევნებზე და იწყება ყველაზე ცუდი სახელმწიფოსათვის. იწყება ფიქრი იმაზე, როგორ შევცვალოთ ხელისუფლება სხვანაირად. და ყველას კარგად გვიცით, რამდენჯერ გავიარეთ ამ ქვეყანაში ბოლო 25 წელიწადში ეს უბედურება. ამით ხომ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ვაზარალებთ. ამიტომაც დღეს დგას საკითხი ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენ უნდა შევძლოთ როგორმე გადავდოთ ყველამ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები, რომელ პარტიას ვეკუთვნით, რომელ პარტიას რა ინტერესები აქვს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში და მოვახერხოთ ზეპარტიულად შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენ თითოეულ ჩვენგანს კი არა, რაც ქვეყანას ჭირდება, რაც ქვეყანას აარიდებს მომავალში კრიზისებს, აარიდებს მომავალში რევოლუციებს, აარიდებს ქვეყანას დაპირისპირებას და ჩიხში შეყვანას. ხო ვიცით, რომ სწორედ ეს საარჩევნო სისტემა არის, რომელიც 22 წელიწადია საქართველოში მოქმედებს, ამ ჩიხურ მდგომარეობაში შემყვანი. იმიტომ რომ ყველა არჩევნებს მოყვება ხოლმე რევოლუცია და ყველა არჩევნების წინ იქნება ხოლმე რევოლუციური ვითარება. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დავამშვიდოთ ქვეყანა და აღარ გვინდა არავითარი რევოლუცია და მშვიდობიანი განვითარების ბიძგი მივცეთ მას. ამისათვის უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და შევიმუშაოთ კონსტიტუცია, რომელიც არ იქნება ვინმეზე მორგებული. ამისათვის რაში მდგომარეობს ჩვენი ინიციატივა? ჩვენ თუ გვინდა გავიმარჯვოთ წარსულზე, ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა, გავიმარჯვოთ წარსულზე, მაშინ ის წარსული არ უნდა გავიმეოროთ. უსამართლო საარჩევნო სისტემა არ უნდა ჩავანაცვლოთ. რეალურად თუ შევცვლით სამართლიანობისკენ, მაშინ გავიმარჯვებთ წარსულზე და დავტოვებთ წარსულს წარსულში და წავალ წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით ისევ უკან. ჩვენი წინადადება მდგომარეობს შემდგომში. როგორც კი დასრულდება აი სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე ეს პროცესი, მოსახლეობასთან საჯარო განხილვის თვალსაჩინით, ეს მოხდება ორშაბათს თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, შემდგომ იქნება ეს სამშაბათი თუ ოთხშაბათი, მოდით სანამ ჯერ კიდევ არსებობს ფორმატი ერთთვიანი სახალხო განხილვისა, ეს ხო მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. მოდით ჩავატაროთ რამდენიმე რაუნდი შეხვედრის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ გაძლევთ ერთმნიშვნელოვან გარანტიას, რომ ჩვენ არავითარ პირად ინტერესებზე, პირად პოლიტიკურ საკითხებზე ერთ სიტყვას არ დავძრავთ. ვისაუბრებთ მხოლოდ სამართლიანი საარჩევნო სისტემის დამკვიდრების პროცესზე და თქვენგანაც ვითხოვთ იგივეს. იმისათვის რომ მოვახერხოთ, გავხდეთ ცოტა უფრო მაღლა მდგომნი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება ან გემოვნება ან მისი მხარდამჭერობა არის. და ეს სახელმწიფო სჭირდება. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური მაღალი კონსენსუსით პროდუქტს, რომელსაც ერქმევა საარჩევნო გარემო და რომელიც მარტო ჩვენთვის კი არ არის, აი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღევანდელ თაობას წარმოვადგენთ.
ჩვენი შვილებისათვის შექმნილი საარჩევნო სისტემა იქნება, რომლებიც აღარ იფიქრებენ და აღარ იმსჯელებენ და აღარ იჭხუბებენ მომავალში იმაზე, რაზეც ჩვენ აგერ 22 წელიწადია ვჭხუბობთ. ამისათვის არის ერთადერთი რამ საჭირო, ბატონებო, პოლიტიკური ნება. მე მწამს ერთი რამის. ყველა ხელისუფლებას დედამიწის ზურგზე და მათ შორის საქართველოშიც, რა თქმა უნდა, აქვს შანსი მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები თავისი ქვეყნისათვის. ოღონდ ერთი რამეა, თუ ამ შანსს გაუშვებთ ხელიდან, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს შანსი აღარ მოგვეცეს. გასაგებია. დიდი მადლობა.